ახლა საუბარი უნდა დავიწყოთ ლეიბორისტული პარტიის ლიდერთან შალვა ნათელაშვილთან, რომელსაც მივესალმები. ბატონ შალვა, თან ათლისღებას გილოცავთ, თან დაემთხვა ჩვენი საუბარი მოლოდინს, რომელიც აქვს თელ საზოგადოებას პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით და აი გაიწელა და აგერ უკვე დაღამებისას გავიგეთ, რომ თურმე ყაველაშვილს მოუზერია ხელი რაღაცისთვის და ეს რაღაც არის 159 პირის შეწყალებაზე, ყოველ შემთხვევაში ეს აქტი ეხება. თავისთავად ეს ფორმა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ასეთი გადაწყვეტილებების მიღების რაზე მეტყველებს თქვენი შეფასებით? უპირველესად ბედნიერებას მანიჭებს გარემოება, რომ შემიძლია თქვენი სტუდიიდან სრულიად საქართველოს საქრისტიანოს მიულოცო ამაღლებული დღე, ნათლისღება. ჩვენი ხალხი აქ სწორად ბრძანა მამა დოროთემ იბრძვის ნათლის მისაღებად. ის ნათელი აუცილებლად გარდმოვა და მას ვერაფერი ვერ გააჩერებს, როგორც ზეს შეუძლებელი აეფაროს ვინმე და რამე, ისე ნათელი ღვთის და გამარჯვების გადმოა ჩვენს ხალხზე და ასევე აღნიშნავ, რომ მდინარე იორდანე რომ მიუშვა ივანიშვილის და მისი ხროვის განსაბანად, მაინც არაფერი გაანათლებთ მაგათ და არც არაფერი ეშველებათ საშველი მათთვის და ჩვენთვისაც არის გახვეტა ისტორიის სანაგვეზე და საგამოძიებო იზოლატორებში. სხვადასხვის ტრადიცია ჩემ ბავშვობაში იყო ასეთი, ნათლისღებას წყალკურთხევასაც ეძახდნენ. მიცვალებულებისათვის თვითონ ჭიქა წყალს დაღვრიდნენ სუფთა სპექტაკლ თოვლზე სახელობით. ახლა ოჯახებში ნაკურთხი წყალი მიგვაქვს. ალბათ ეხლაც არის, ხო? და ეს შინაგანი ძახილი სულ მქონდა, რომ მეც ასე გამეკეთებია და აი გუში მქონდა ბედნიერება, წავედი სოფელში, დილით მზის ამოსვლისას იქ თოვლი იყო ახალი, დაუსხი წყალი. რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახის წევრებს, მიცვალებულებს და ყველა თქვენს მიცვალებულს შემოძვირფასებო. იმიერ საქართველოს, რომელიც ასევე მოუთმენლად გვიყურებს იმ საქართველოსდან და ელოდება ჩვენს გამარჯვებას და ჩვენთან ერთად მათ სულები აუცილებლად იზეიმებენ ამ ყველაფერს. ბატონ შალვა, რაც შეეხება თქვენს შეკითხვას შეწყალებასთან დაკავშირებით. თქვენ რა თქმა უნდა ჟურნალისტური დელიკატურობა არ გიშლებათ არასოდეს და შესანიშნავად მოიხსენებათ, რომ არავითარ შეწყალებას ეს გაჭირვებული პრეზიდენტად წოდებული ყაველაშვილი არ ახორციელებს. ელემენტარულად ისიც ტყვია და მონა თავისი ბატონის იმსახურებს ამ კუთხით თანაგრძნობას, ამიტომ რასაც მიუტანენ ივანიშვილის სასახლიდან სტოვრები, იმ სიას მოაწერს ხელს. ეხლა მოგეხსენებათ ეს პიროვნება რო იყოს რა გვიჭირდა, დაავადებულია მეკობრეობის, აი ტყვეც სყიდვის ჟამი რომ იყო ლეკიანობა და სტამბულის ბაზარზე რო გაყავდათ საქართველოსდან ტყვეები, ხუცუბანში იყო დიდი პირველადი ბაზარი, მე ეგ სტამბულში გადაყავდათ, აი ყველა ეს უბედურება მან თავის თავში, როგორც სხვა უბედურებები, გაანივთა და მათ შორის არა მარტო საქართველოს აიყვანა ტყვეთ, არამედ აი ეს ხალხი პოლიტპატიმრებად წოდებული ძევლები არიან, მისი პირადი ძევლები, რომლებითაც ვაჭრობს. და ეს ვაჭრობა სხვადასხვა ძალიან სარფენად გამოსდიოდა წინა პერიოდებში. თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ, ბატონ ნიკა მელიას განთავისუფლებაში ევროკავშირს ჩაარიცხია ის შესატანი, რაც არის გირაო შესატანი. ეს უპრეცედენტო რამე იყო და აი ევროკავშირი მაშინ ასევე ძალიან შესწდა, როცა ტყვეებით მოვაჭრია, ასე წაახალისა და ამგვარ პრეცედენტს დაუდო საფუძველი. შესაბამისად, ეხლა ის ყველაფერს თulis საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე და შედეგად დიდი საშორის მოპოვებაზე რით ვერ გაძღა, მათ შორის მძევლებსაც უყურებს ამგვარი ანგარებითი კუთხით, გაუშვებს იმ რაოდენობას და იმ პარამეტრს, რაც წაადგება გადარჩენის საქმეს მისი ძირგაუმპალი რეჟიმისა და შემდგომ მესიჯებს რო აი მე ხო გაუშვი ესენი და ამიტომ ეხლა აიღე და სანქცია მომიხსენი ბატონო ტრამპო. ეს ელოდებოდა იმ სანქციის მოხსნას, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ბრძოლის 12 წლიანი ბრძოლის შედეგად ბაიდენის ადმინისტრაციამ 1 წლის უკან დაუწესა. ფიქრობდნენ გულწრფელად, რომ მოვიდოდა ტრამპი და
ამ სანქციებს გააუქმებდა. მიიღო რა? მიიღო მეგობარი აქტი, რომელიც სენატში ისევ განხილვაზე, სანქცია ძალაშია, მილიარდები დაკარგული აქვს, გაავებულია, დაერია თავის თანამოძმეებს და თანაგუნდელებს, მოსთხოვა ფული, ვინც არ მიუტანა მისატანის შეყარა ციხეში და ნუ მოკლედ ვაებაშია და ეხლა ტყვეებით ვაჭრობის ჟამი დაუდგა, მით უმეტეს გაიხედა იქით აქეთ, ეხლა თავისი ინტელექტით ფიქრობს, რომ ლუკაშენკოს დაემსგავსება, რადგან ლუკაშენკომ გაუშვა რამდენიმე ჯგუფი პოლიტიკური პატიმრების და მიიღო სანაცვლოდ გარკვეული სანქციების გაუქმება. აი მაგალითად ბელავიაზე ამერიკამ გააუქმა სანქციები, მაგათაც ავიაციო კომპანია და ამიტომ სათადარიგო ნაწილები ამ ხომალდების უკვე შემოაქვთ თავისუფლად და მეცაც გეტყვით რუსეთშიც კი გადის და იქაც იყენებენ. მაგრამ რა თქმა უნდა მის ინტელექტს არ შეუძლია წარმოედგინოს რა განსხვავებაა ბელორუსის გეოპოლიტიკასთან და ჩვენს გეოპოლიტიკასთან შედარებით. ბელორუსი ეს არის იგივე რუსეთის რეგიონი, ოღონდ შედარებით დამოუკიდებელი ლიდერით და ბელარუსის ტერიტორიაზე შეტანილია რუსეთის ბირთვული შეერაღების ყველა სახეობა განლაგებულია პირდაპირ პოლონეთის და ნატოს საზღვარზე და ამიტომ იქ ლუკაშენკოს მიმართ არც იმ ფორმის სანქციები და იმ ფორმის ღონისძიებები განხორციელდება, რაც გაატარა დასავლეთმა და არც მადუროს ვარიანტი არ განმეორდება ცნობილი ბირთვული შეკავების გამო. ასე რომ მას ბირთვული ქოლგა არ იცავს, ვერ დაიცავს და ქართველი ხალხის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის ჩვენი მეგობრების დახმარებით, რომლებიც ასე ერთგულად გვიდგანან გვერდში. ამიტომ მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით კიდევ ერთხელ ხედი მოვიხარო პოლიტპატიმრების წინაშე, რომლებმაც არ დაიმდაბლეს თავი, არ შეეხვეწნეს შეწყალებას, არ გადათქვეს ბრძოლის ის პრინციპები, რისთვისაც მან მძევლად აიყვანა ეს გმირი და ვაჟკაცი ხალხი. მე მინდა მათ მშობლებს უთხრა დიდი მადლობა. ის მშობლებიც აი პირდაპირ ასხივებენ ქარიზმას, რომ გმირის მშობლები არიან, აი იგრძნობა რა, მშობელზეც იგრძნობა. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ძალიან მალე ყველა პატიმარი იქნება თავისუფალი, მე მინდა გითხრათ, საქართველოს იქნება თავისუფალი და ჩვენ ამ ბნელ ღამეს გავათენებთ აუცილებლად ერთობლივი ბრძოლით. ბატონ შალვა, თქვენ ახსენეთ თავისიანებს რო დაერია შიდა პოლიტიკაზე, მოდით ოდნა მოგვიანებით ვისაუბრობთ, ამის დრო გვექნება, მაგრამ როდესაც საუბრობთ საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე მდგომარეობაზე პარალელი გაავლით რა განსხვავებები არის დაცულობის თვალსაზრისით ბელორუსის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოს ძალიან აირია, ასე ვთქვათ, ვითარება. აირია, იმიტომ რომ ძველი მსოფლიო წესრიგი საერთაშორისო სამართალზე და ამ ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე დამყარებული წონასწორობა დაირღვა. და ყველაზე გამობრძმედილ ანალიტიკოსსაც კი საერთაშორისო პოლიტიკი ძალიან გაუჭირდება იმის თქმა, რა იქნება ხვალ მაგალითად. ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ დასავლურ ბლოკში წინააღმდეგობები გაჩნდებოდა მაგალითად გრენლანდიასთან დაკავშირებით. ან ვერ ვიტყვი, რომ არავინ ელოდა ირანში პროტესტს, მაგრამ ასეთ მასობრივ პროტესტს, სადაც ხალხი მილიონობით გამოვიდა და ათასობით შეეწირა, ამას ქვია, ხო? ესეც აშკარად უფრო სპონტანური ხასიათის იყო, თუნდაც იმის გამო, რომ ამ ირანში მოქმედი აქტორების დამოკიდებულებისა და ოპერატიული რეაქციების კუთხით მიხვდით, რომ ისინი სრულიად არ იყვნენ მზად ამისთვის. აი, დიდ სურათში როგორ შეაფასებდით ვითარებას და საქართველოს რა უნდა გაითვალისწინოს ამ რეალობიდან გამომდინარე? ახლა მთავარ პარამეტრებს თუ გადავხედავთ, სამი პოლუსის ამომწვერვალება მიდის დღეისათვის, რომლებიც ცდილობენ რაც შეიძლება მეტი გავლენის სფეროები მოიცვან. ერთი დემოკრატიული სამყარო, ეს არის შეერთებული შტატები და ტრამპის ხასიათის და ისტორიული ნიუანსების გათვალისწინებით, მარტო ტრამპის ხასიათი ვერ განსაზღვრავს გეოპოლიტიკას. აქტიური ქმედებები დაიწყეს, მათ შორის თავისი საზღვრების გარშემოც და ძალიან არასწორად გვიხსნიან ჩვენ ეგრეთ წოდებული ანალიტიკოსები, რომ ტრამპმა მონროს დოქტრინა აღორძინა, რომელიც გულისხმობს თურმე ამერიკის ჩაგეთვას მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე. ამ დროს მონროს დოქტრინა წაკითხული არა აქვს. ის მეხუთე ისტორიული პრეზიდენტი ამბობდა შემდეგს, თუ ამერიკამ ვერ დაამყარა წესრიგი ყურის ძირში, საკუთარ სამეზობლოში და გაძლიერდნენ ანტიამერიკული რეჟიმები, ნუ გვექნება
სამართლებრივი ლიდერობის პრეტენზია. ეს მომენტი წინაპირობად იყო. ასე რომ ამერიკა აბსოლუტურად არ აპირებს იმ დემოკრატიული სივრცის დათმობას, რომელიც საუკუნეების საკაცობრიო ბრძოლის შედეგია, მათ შორის ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა პირდაპირ დამსახურება, რომ ეს სისტემა ჩამოყალიბებული იყო. მეორე სისტემა უკვე არის მოსკოვი და პეკინი, ერთადაც ბლოკში და ცალ-ცალკეც. პეკინი ახლა მოგეცენებათ მაინც ჩინური ცივილიზაცია კონფუცის მშვიდობიან და ბუდისტურ იდეებს ეყრდნობა და მათთვის ეს აგრესიული ქმედებები ღია დამახასიათებელი არ არის. ისინი უფრო აბრეშუმის გზები და აბრეშუმის პოლიტიკით მიდიან და ისე ცდილობენ გავლენის მოპოვებას და ამიტომ 5000 წელს გაძლეს. სიჩქარეს ასეთ საკითხებში წარმატებაც მოხდება და მე კისრის მოტეხვაც. აი რუსეთისათვის ასეთი ცივილიზებული აბრეშუმის ქმედებები, მეზობელშიც ხომ გაგიმართლოს, არა? ძალიან უცხოა და ეგრევე აღრიალდნენ იქ პუტინის საინფორმაციო სუბიექტები, სალავიოვი და დუგინი, ისინი კრემლის ახმოვანებენ, რომ აი ჩვენ ამიერკავკასია და შუა აზია, ეს არის ჩვენი გავლენის სფერო, იქ ხელი არავინ არ ჩაყოს. ანუ მიდის სოფლიოს ხელახალი გადანაწილებისათვის ბრძოლა, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით კი არა, პრინციპებიდან გამოსვლით და ყალიბდება ახალი საერთაშორისო დღის წესრიგი, სადაც ჩვენ ვართ ევრაზიის საკვანძო წერტილში. ეხლა ებრაელების წევლა ყველას გაგიგიათ, ცვლილებების ეპოქაში გეცხოვროსო. მაგრამ გეოპოლიტიკოსების დასკვნაც ყველამ ვიცით, რომ ცვლილებებს ზოგიერთისთვის მოაქვს ტრაგედია და ზოგიერთისთვის დიდი მოგება. ეს არის ესეთი 50-50-ზე. ამიტომ ჩვენზეა დამოკიდებული აი ამ გეოპოლიტიკურ დუღილში რა დივიდენდებს მივიღებთ და ასევე დამოკიდებულია ჩვენს ბრძოლაზე, რომ არ დავკარგოთ ის, რაც მოპოვებული გვაქვს. შესაბამისად ირანის პროცესებიც ამ ფორმატში ჯდება, აქაც ორმაგი დატვირთვა აქვს მოვლენათა განვითარებას. პირველი, რა თქმა უნდა, ყველას გვაწყობს ადამიანურად ირანელი ხალხის განთავისუფლება ამ მოლების დიქტატურისგან, რაუბედურება. აქაც აიათოლების მმართველობა რა გონიათ? აქაც გამოდის ის დღეს დამშვიდდა ის მხედრიონელი გაბურძგნული მეუფეროა ის იაკობი. თორემ მანამდე სულ ავტომატურად გვემუქრებოდა. დღეს დამშვიდდა და შერიგებისკენ მოგვიწოდა, იმიტომ რომ მისი დამფინანსებელი ღარიბა შვილი დაიჭირეს. და ეს ძალიან ეწყინა და ეთქინა. აი სხვები რო დაიჭირეს, მაშინ რო ამოეღო მეუფეს და საპატრიარქოს და სინოდს ხმა, აღარ დაიჭერდნენ აღარც მათ პროტეჟებს და მათ სპონსორებს. აი ეგ არის. აქაც ეს არის. აიათოლების და რელიგიური მმართველობა საშინელებაა, ხალხო. ეს დაამტკიცა ევროპის ინკვიზიციამ შუა საუკუნეებში. ეს დაამტკიცა კვიპროსის პრეზიდენტმა 70-იან წლებში არქიეპისკოპოსმა მაკარიოსმა, რომელმაც დაშალა ეგ ქვეყანა ორ ნაწილად და დღემდე გაყოფილია შუაზე თურქეთის გავლენის სფეროშია ის შრილო კვიპროსი. ამიტომ რა თქმა უნდა ირანელი ხალხის განთავისუფლება უძველესი სპარსული ცივილიზაციის მემკვიდრეების ყველას ინტერესია, მაგრამ აქაც ჩვენთვის მეორე ამბავი აქვს, მეორე მხარე აქვს ამას. ეს მთელი ტვირთები, რომელიც დღეს ვერ გადის ირანზე სანქციების გამო, გადაინაცვლებს ირანის გავლით, როგორც კი დემოკრატიული რეჟიმი დამყარდება ინდოეთის ოკეანისკენ. ვის დააკლდება? დააკლდება ჩვენ. რით შევივსოთ? უნდა შევივსოთ სწორი სტრატეგიით, რომ ეს ტვირთები იგივე ზანგეზურზე რო არის გათვლილი და იძულებული რო გახდა დასავლეთი ევროპა და ამერიკა რო ალტერნატიული გზა ეძება, ვინაიდან დაინახა, რომ აქ პატარა პუტინის მონაზის და ეწევა ყველაფრის დისკრედიტაციას, რაც უკავშირდება მათ შორის დასავლეთთან სტრატეგიული მოკავშირეობის პრინციპებს და მონახეს ალტერნატიული ვარიანტი ზანგეზური, რომელიც საბედნიეროდ ჯერ შესული არ არის მოქმედებაში და არ რჩევა მერთმაქნას ეს ორი ქვეყანა დამეგობრდეს და ამ გზით ისარგებლონ, მაგრამ საერთაშორისო ტვირთების გამტარი მთავარი არის საქართველო და უნდა დარჩეს ჩვენი ქვეყანა ღერძად ამ ყველაფერს. ანუ აი ესაც გასათვლელი გვაქვს, რომ იქ რო შეიცვლება ეს გეოპოლიტიკური რეალობა, ჩვენ რა დანაკლისს მივიღებთ და საიდან უნდა შევავსოს ეს დანაკლისი. მე როგორი აქტუალური გახდება ჩრდილოეთ სამხრეთის კორიდორი, რომლის გაყვანასაც დღეს აპირებენ აზერბაიჯანზე ან შუა აზიის უდაბნოზე. აი აქაც საჭიროა აქტიურობა და ამაშიც ევროპა და ამერიკა უნდა დაგვეხმაროს. ეხლა მოკავშირის გარეშე ხო ხედავთ რა სიტუაცია? ჩავიყლაპები და ივანიშვილი სწორედ ამიტომ ურტყავს მიზნობრივად ამ დასავლეთის მოკავშირეებს, რომ ბოლოს და ბოლოს ვიახლოთ დაჩოქილები მოსკოვს და უთხრათ, რომ თქვენი ჭირიმე შეგვიფარე, შეგვიწყალი და სხვა. აი ახლა მართლაც საოცარი ბედის ხალხი ვართ ქართველები, აი მაქსიმალური ბედი გვაქვს ყველაფერში. ყავდა დავით აღმაშენებელი და ყავს ბიძინა გადამშენებელი.
გადააშენა საქართველოს. გადააშენა სოციალურად. სოციალური გადაშენების და სიდუხჭირის გამო იმისაც რომ ყველაფერი მიითვისა ეკონომიკაში, ბიზნესში, ხალხი იძულებული გახდა გასულიყო თავის გადასარჩენად მთელ მსოფლიოში, ჩამოვარდა მკვიდრი ქართველების რაოდენობა პირველად 1000 წლებში ნახევარზე დაბლა და წმინდა ადგილი არასოდეს ვაკანტური არ რჩებაო, შეივსო უსვათეს აზია, აფრიკით და არაბიზაცია გახდა ჩვენი პრობლემა და ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი და ჩვენ დღე და ღამე მუშაობთ იმ არაბულ კომპანიებთან, მათ მთავრობებთან, ვარწმუნებთ, რომ ერთი ნიშაფიც არ დაარტყან ქართულ მიწას, რადგან რეჟიმი ვიმეორება არის არალეგიტიმური, მას არ აქვს გადაწყვეტილებათა მიღების პრეროგატივა და ასევე საერთაშორისო კონტრაქტებზე ხელმოწერის უფლება საერთაშორისო სამართლით და როგორც კი ამათ გავყრით და ეს აუცილებლად მოხდება და ძალიან კარგი ხედავენ რა ნაგვისუნი აზრით ამათ პოლიტიკური სიდამპლის თვითონაც ხედავენ გავხმდება ეს კონტრაქტები და ხარჯებში ჩავარდებიან არაბული კომპანიები. ამის გამო შეჩერებულია აქტიური რეკლამა კი გადის, მაგრამ აქტიური მუშაობა იმ არაბული ქალაქების ასაშენებლად შეჩერდა. ამან შეაშფოთა ივანიშვილი და მისი ბანდა და საკუთარი მონა ის თმა დაუარცხნელი პრემიერად წოდებული გაუშვა რამდენიმე დღის უკან იმ არაბთა ემირათებში, შეახვედრა იმ ალამბარს და აგრეთვე იმ ნაჰაიანსაც რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ შეეცადნენ დაერწმუნებინათ რომ აქ უსაფრთხო ინვესტიციის ჩადება, მოდით გელოდებით. აი ასეთი საქართველოს ხელაღებით გაყიდვა არც ჯალალედინს გაუკეთებია, არც შახაბას გაუკეთებია, არც ერთ მტერს არ გაუკეთებია, შიდაზე აღარ ვამბობ არაფერს. ეს წარმოუდგენელია. უარეს გეტყვით, ჩავიდა. აი ახლა ამ ბოლომოვლენებს ვახსენებ, მაგრამ რაც მოხდა ამ დღეებში. ჩავიდა იუსტიციის მინისტრი ბატონი სალია, რომელიც სოხუმიდან არის ტოლვილი, გამოქცეული სხვა ჩვენი თანამოძმეებივით და როგორც ჩანს, რა ვიცი, შინაგანად უნდა რომ ჩვენს გავიქცეთ აქედან და ახლა მასავით სტატუსი მივიღოთ ტოლვილის უცხოეთში თუ რა უნდა, ну დაავალეს და შეასრულა რა თქმა უნდა და ხსნიან აბუ-დაბიში ციფრულ კომპანიას, რომლის საშუალებითაც არაბები აქ ჩამოუსულელად ჩვენი რეესტრის საიტებში იმოღვაწევებენ, იყიდიან მიწებს, დაშლიან ნაკვეთებად, აიღებენ პროექტებს და გააფორმებენ ყველა სამოქალაქო ხელშეკრულებას ყოველგვარი თავის ტკივილისა და ოფისების გარეშე. აი ეს ჩვენს თვალწინ გაკეთდა რამდენიმე დღის წინ ოფიციალური იუსტიციის მინისტრის ხელმოწერილი კონტრაქტით. აი, ჩემო ძვირფასებო, რა ქარტეხილების წინაშე დგავართ, რა პრობლემები გველოდება წინ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი გმირების ქვეყანა როგორც საქართველოა, რომლის შვილებიც აგერ ახალგაზრდები ციხეში იტანჯებიან, არ წყდებიან, უკან არ იხევენ, აგერ ახლა ამ თოლში ხალხი გარეთ დგას რუსთაველზე, ქვეყნის ქალაქებში, რაიონებში, ეს ტალღა მოიტანს იმ განახლებას, იმ სიკეთეს და ამხშენებლობას, რაც აუცილებლად წინ გველოდება. ბატონ შალვა, თოვლი ახსენე და გარეთ დგომა და ჩვენი გადამღების ჯგუფი ახლაც რუსთავის ქალთა ციხესთან დგას და ველოდები ჯერ არავინ იცის, არ გვაქვს ინფორმაცია ამ 159 შეწყალების აქტში მოხვედრილ პირთან მიმართებაში, ვის რა შეეხო, რამდენი გამოვა დატოვებს საპატიმროს, ის გავითვალისწინოთ, რომ ეს მთელი საქართველოს მასშტაბით მოცული აქტი არის და არა მარტო თბილისში ან თბილისის ახლოს მყოფ საპატიმროებს ეხება, არამედ მთელს ტერიტორიაზე, რომ ჯერ არ ვიცით, არც ახლობლებმა იციან, როგორც კი რამე სიახლე ექნება, თუ კი განსაკუთრებით აი მზეამაღლებელთან დაკავშირებით რამე გვეცოდინება, ჩვენ ჩარვთავთ და შეგატყობინებთ, გაგაგებინებთ. ბატონ შალვა, თქვენ შინაგანად მაპატიეთ ბატონ გიორგი, ბუნებით ივანიშვილი პერსონალურად არის მწვალებელი. სიამოვნებას ანიჭებს ადამიანების წვალება, ქვეყნის წამება და აი ეს პროცედურას დილიდა რომ ხალხი გააწამეს მოლოდინში, ამას მიუთითებს. ეს პირდაპირ მისცა მითითება რომ აი მე ფუშესიკში წავიკითხე რომ ასე უნდა აწვალო ადამიანები როგორც ტრაბახოს, მარტო ფუში აქვს წაკითხული და ალბათ ისიც ქალბატონმა მეუღლემ წაუკითხა როგორც ხდება ის ამ კითხველი, ხო? მის თვითონ ახლა თვალებს ხوار დაიღლის, გენიალურ იდეებს უნდა უყუროს და იმით უნდა იაზრონოს. ანუ ჩვენ გვაქვს საქმე საშინელ ავაზაკთან, რომელიც სრულად იმსახურებს მადუროს ბედს, პირდაპირ ვაცხადებ ამას, სრულად იმსახურებს საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის გზით დაკავებას და საერთაშორისო ტრიბუნალზე გადაყვანას.
უნივერსალური იურისდიქციის ნორმათა მიხედვით ასეთი დამნაშავეები, რომლებიც ქვეყანას ხიდიან, სუვერენიტეტს ართმევენ თავის ხალხს, ახდენენ ოკუპაციას და ანექსიას პოლიტიკურს, ეკონომიკურს თავისი ქვეყნის, იჭერენ ამდენ ადამიანს, აპატიმრებენ, დევნიანს, სცემენ, ქიმიურ იარაღს იყენებენ, ასეთი ადამიანების მიმართ საერთაშორისო სამართლით, ვიმეორებ, არსებობს უნივერსალური იურისდიქციის ნორმები, რომელთა საფუძველზე უნდა გაიცას დაპატიმრების სანქციები და ჩვენ ახლა მუშაობთ ყველა დემოკრატიულ ქვეყანასთან, ახლა ირანთან არა რამენაირად, რომ ივანიშვილის მიმართ გაიცეს ასევე სანქციებიც დაპატიმრების და გარდა ამისა, მეგობრებო, ეს არის დანაშაულებრივი კარტელი, კრიმინალური, რომელიც ღვთის რისხვად მოგვევლინა და შესაბამისად მარტო ერთ პერსონაჟზე, რაც არ უნდა აუბედითი იყოს, არ შეიძლება დაკმაყოფილდეს, სისტემა უნდა დაიშალოს, ჩამოიშალოს და ამისათვის ჩვენ ვამზადებთ ახლა შესაბამის მიმართვებს და დასაბუთებებს, რათა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი კრიმინალური კარტელი შეყვანილი იქნას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. მეტი რაღა ტერორიზმი, ამდენი პატიმარი, ამდენი დარბევა, ამდენი წამება, ამდენი წვალება, ამდენი ქურდობა, ამდენი ყაჩაღობა, ქვეყნის გადაშენება, ქვეყნის სუვერენიტეტის ართმევა. ყველაფრის გაყიდვა. ტერორიზმი მეტი არაფერი არა და იქცია აქვს. ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არსებული ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ცალკე ტრიბუნალი ელოდებათ. ბატონო, ყველაფერთან ერთად. ამიტომ აი ეს სწორედ ამის გამო თქვენ ახსენეთ მადუროს პრეცედენტი, ცხადია თქვენ სხვა კუთხით და მოდელით ფიქრობთ და ეხლა ალბათ გამეძინოს თავშესაფარში ამ გაჭირვებულს მადუროს შემდეგ რომ არ მოიტაცონ. მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეს რომ ეს მოტაცება სასიამოვნო ქორწინებით არ დამთავრდება, საბრალდებო სკამით დამთავრდება თუ ის განხორციელდება. მადუროს შემთხვევაში ჩვენ გვაქვს უკვე პირდაპირ მინიშნებების და მტკიცებულებებიც, რომ უშუალოდ მის გარემოცვაში, მათ შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ვერტიკალი საკმაოდ მაღალ დონეებზე იყო თანამშრომლობის ფაქტები ამერიკის ხელისუფლებასთან და სპეცსამსახურებთან. თანამშრომლობის გარეშე რა თქმა უნდა ეს არ იქნებოდა. შეიძლება რომ ივანიშვილი თავის წარმოდგენებში, მათ შორის განსაკუთრებით მადუროს და სხვა მაგალითების გათვალისწინებით ზუსტად ამ მეჭვის თვალით უყურებს ახლა იმ ადამიანებს, რომლებზეც იდგა ის სისტემა, რომელიც ააშენა წლების განმავლობაში. აი, ღარიბაშვილთან, ლილუაშვილთან, სხვებთან დაკავშირებული ნაბიჯები, რა მოტივით აიხსნება ივანიშვილის კუთხით თქვენი აზრით? სწორი კონტექსტია, ბატონო გიორგი, რა თქმა უნდა, არ გეშლებათ არც ეგ ტირანები მთლიანობაში არიან ძალიან ეჭვიანები. იმ დონეზე, რომ აგერ ივანე მრისხანემ საკუთარი შვილი მოკლა. და აღარ არის საუბარი, ახლა მრისხანეს მივახდით, აგერ კახეთის მეფემ სიუნმა თავის ძმას დასხარა თვალები. და რამდენი პრეცედენტი იყო, ისინიც პატარა ტირანები იყვნენ, ახლა ამისთან არავინ. ამიტომ ეს არის სუპერ ტირანი და სუპერ ეჭვიანი. და არც თუ საფუძვლოდ, რა თქმა უნდა, მას თავისი დანაშაულებრივი გზისა და ცოდვების გამო ემუქრება მრავალნაირი საფრთხეები და ერთ-ერთი საფრთხე აუცილებლად იქნება რეალობაში მოყვანილი ადრე თუ გვიან. იგივე ღარიბაშვილის და ლილუაშვილის მიმართ რეპრესიების მთავარი მიზეზი არც მეტი და არც ნაკლები გახდათ ამერიკის მიერ მათი არ დასანქცირება. ეგრევე იეჭვა, რომ ალბათ თანამშრომლობენ ამერიკის სპეცსამსახურებთან, ინსტიტუტებთან და ამიტომ გადარჩნენ და გამოძრნენ სანქციებიდან და ამას წინა დაწერა მისმა ერთ-ერთმა კუდმა ტროლმა შეიძლება თვითონაც წერს. თვითონ აქვს ეს რა ქვია სოციალური ქსელები. ხო, რაღაც ნიკნეიმები თუ რა ქვია. და იგინება ხოლმე ზოგჯერ, ახლა მისი ინტელექტი მის იქით არ წავა ახლა გინების და ის უცენზურო გამოთქმების იქით მოგეხსენებათ. მე რო დამიწერე 2012-ში არ გახსოვთ კვირის პალიტრაში გინება. ლექსა დამიწერე, ხლა იმას მე ვერ გავიმეორებ და კვირის პალიტრამ როგორ დაბეჭდა, დღემდე განსუფრებული ვარ, თუმცა ეს მისი კუდის ბუღუჯას რო ეძახდნენ, ქუმციშვილის კორპორაცია პალიტრამ თავის ტელევიზიან, გაზეთიან იმიანა და ნუ მაგისი კუდება და იმიტომ დაწერა. კარგად არ მახსოვს, ანუ ივანიშვილის სახელით იყო რამე სტროფი? კი, დამიწერა დიდი სტატია, თუ როგორ ვარ სააკაშვილთან რაღაცა გარიგებული მოსკოვიდან რო ფინანსდები, ხლა ივანიშვილო, ჩემზე იტყვის რომ მოსკოვიდან ფინანსდები ხო წარმოგიდგენია და ბოლოს თავდებოდა ძალიან უცენზურო უზდელი ლექსით, ხო? მე გადმოგიგზავნეთ, ახლა ვერ ვიტყვი ნამდვილად. მოვიძიოთ და. დიახ, და ბუნებრივია მან იეჭვიანა, რომ ეს ორი სუბიექტი შესაძლებელი ყოფილიყო ამერიკის აგენტი, როგორც მის ტერმინოლოგიაში ჯდება. გარდა ამისა,
ძალიან ცუდად იმოქმედა მის ფაქის ფსიქიკაზე 24 წლის 1 ივლისს ლილუაშვილის შეხვედრამ მერილენდში ლენგლი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შენობაში სადაც წავიდა მისი წერილებით ეს ვანელი ყაჩაღი წერილებით ჩავიდა და ამ წერილებში ფაქტურად ულტიმატუმს უყენებდა ამერიკას რომ აი მე დამტოვეთ იქ მეფეთ ტირანად დიქტატორად და რაც გინდა გააკეთეთ საქართველოში გინდა ატომური რაკეტები დადგით გინდა შტატად შეიერთეთ გინდა ის ფული დამიბრუნეთ და მე თქვენ გამოიყენეთ მოგცემთ თქვენ და ეხლა ამერიკელები გადაერივნენ იმიტომ რომ ეგეთ ვაჭრობას ეგენი მიჩვეული არ არიან იქ სამართლებრივი სახელმწიფოა და აგერ ეხლა ტრამპმა რომ მოინდომა გრენლანდიის შემოერთება შიგნით კონგრესი და სენატი აუხდა რომ რებს ლაპარაკობთო ეგ რა ლოგიკაა რომ დანიელებმა 500 წლის წინ ორი ნავით აღმოაჩინეს გრენლანდია და არ ეკუთვნითო ასევე ჩვენსო ნავებით მოვსურდითო ინგლისიდან ვაკო ამერიკაში და არ ჩვენ არ გვეკუთვნისო ინდიელები გადაჩენდნენ იმის შემდეგ და ისინიც ისეთივე კოლონია იყვნენ ბრიტანეთში ხო რა თქმა უნდა დღეს მორგანმა უკვე ბრიტანელმა ჟურნალისტმა პირდაპირ განაცხადა რომ თქვენო სეპარატისტები ხართ თუ გამოგვეყავითო ამიტომ ეხლა ფულს მოგცემ და დაგვიბრუნდით ანუ იქ ეხლა ეგეთი ულტიმატუმებით თუ განსვიფდა მთელი ამერიკა ეხლა ამაზე არ ვლაპარაკობდით ადრე კი ვიცოდით მაგრამ ახლა შეიძლება უკვე თქმა და რა თქმა უნდა როცა გამოუშვეს ის ბეყე კაცი უარით აქეთ ამან იფიქრა რომ აი ახლა შეიძლება შეეკრათ სერეუს ჯემცინამ და ჩემი ადგილი უნდა ალბათ აი ეს ჩვენ რაღაცა გონია კი ეს მაგრამ ლილუაშვილი უბრალოდ მესენჯერი ამტარი იყო ამ ინფორმაციის ჩამტანი იყო შეთავაზების ჩამოუტანა უარი ხო უარი ჩამოუტანა ის სხვა გადაწყდა მასზე ნუ როგორც ხდება ხოლმე მონებზე ტყდება რისხვა ხო დაახლოებით აი ახლა თქვენ ალბათ გრძნობთ ეს რატო იმალება ეს კაცი მთელი ცხოვრება ჯაგებში რო არ გამოდის სიტყვით თანამდებობას არ დაიკავა ოფიციალური გრძნობს რამდენჯერაც პირი გააღო იმდენჯერ გაოცა ქვეყნიერება და მსოფლიო ანეკდოტებით განსაკუთრებით იჯდერაო შედიქალო ბუტკაშიო აი ჩემი ეკა მეუღლეზე თქვა ეხლა მეუღლე შეიძლება მოეპერო რა თქმა უნდა ეს ბუნებრივი ამბავია მაგრამ არა საჯარო თქვა და ასეთი ფორმატები და სხვა და სხვა ამიტომ მე უთხრეს ალბათ მოსკოველმა კურატორებმა რომ სახი არ გამოაჩინო და შენი აზრები აი ეს ანალ იტიკოსი რო არის გაბანჯგლული და უბანელი რა გვარი ეს კაცი ფილოსოფოსი თუ ფალოსოფოსი კიდევ ვიღაცები ყავს იქ ისინი რა ქვია წინასწარმეტყველები და აი თავის აზრებს თვითონ რო არ გამოჩნდეს აი დაახლოებით ეს შედარება უხეშია მაგრამ ნუ ახლა თლა ძალიან ტრაგედიაში არ ჩავარდეთ მოლა ნასრედინის ისტორიიდან ეგეთი მომენტია სოლი შერთეს მოლას ნუ შეუხედავი ქალბატონი მზითვის გამო მოიყვანა როგორც ხდებოდა ხოლმე ადრე ხო და იქ ისლამში ეგეთი წესები ყოფილა მაშინ არ ვიცი ეხლა არის თუ არა რომ ქმარმა უნდა მისცეს ნებართვა იმ ცოლს რომელი ნათესავს შეიძლება აჩვენოს სახე ნათესავ მამაკაცს ყველაზე არა აქვს უფლება რომ აჩვენოს ხო და დილით ქორწილის დილას ამ ცოლმა მანჭვა გრეხით კითხაო მოლა ნასრედინს რომ ვის შეიძლება მოლო ვეჩვენო შენ სახლობლებსო მე ნუ მეჩვენები და ვისაც გინდა ეჩვენო აი დაახლოებით აი ეს უხეშად რო თქვა ოღონდ არ გვეჩვენოს არ დავინახოთ მოგცვილდეს მშვიდობიანად ნუ მიგვიყვან საბოლოო კატასტროფაში რომელსაც თვითონვე შეეწირება ან ოჯახი არ ყავს ან შვილები არ გაუბნებიან ან მეუღლე რას გაუბნება ან ნათესავები რატო იღუპავთ თავს კარგი დავანებოთ თავი ახლა არ აინტერესებთ ქვეყანა და არ უყვართ ეს მათი უბედურობა კიდე დამატებითი მოგცვილდით დაგვანებეთ თავი დანიშნეთ ახალი არჩევნები გაეცალეთ ხელისუფლებას გელოდება დიდი უბედურებები აი რაც ხდება ამ გეოპოლიტიკურ დუღილში მოსკოვში პეკინში თეირანში ამერიკაში თუ რა ვიცი ამ ახლო შუა აღმოსავლეთში არც ერთი გამოსავალი თქვენთვის ასარგებლო არ არის ყველგან ხართ ხორცმეტები ივანიშვილის რეჟიმი მიუღებლები კრიმინალები პერსონა ნონ გრატა აი როგორც არის ეს მიუღებელი დიპლომატიური სტატუსი ამიტომ არაფერი არ გეხედებათ კარგი აი ნათლის ღების დღეს გეუბნებით არავით არის ნათელი არ გელოდებათ ამიტომ ის სოდვები რაც ჩადენილი აქვს გაქვთ იკმარეთ დაგმაყოფილდით აგეთ პასუხი იმ სოდვებზე და ნუღარ გაიღრმავებთ მდგომარეობას არ გაუბნებით ამას მტრულად და ბოროტულად გეუბნებით როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართული სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული. თქვენი აზრით, ქართული ოცნების მხარდამჭერები
თუნდაც დავარქვათ ამას ივანიშვილის ვერტიკალის რიგითი წევრები. აი გამგეობების დონეზე, საკრებულოების დონეზე, სხვადასხვა საჯარო სამსახურების დონეზე, ხო? ძირითადად მაინც პარტიული ინტერესებით დატვირთული ადამიანებით გაავსეს ეს სახელმწიფო სამსახურები. როცა უყურებენ, რომ ფიგურები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ და მეტიც ივანიშვილის აქტიური გამოხატული მხარდაჭერით სარგებლობდნენ. როდესაც ასე ამთავრებენ თავიანთ, პოლიტიკურ კარიერას თქო ცოტა რთული სათქმელია, მაგრამ როგორც მინიმუმ ივანიშვილის მოზომილ ტერიტორიაზე არსებულ კარიერას. ეს რა გავლენას ახდენს ივანიშვილის საყრდენებს? იმიტომ რომ როგორი ავტორიტარული მისწრაფებებიც არ უნდა კონდეს მას სჭირდება ინსტრუმენტები, რითიც მათ შორის იძალადებს ხალხზე, ქუჩაში დაარბევს, მოსამართლეებს გადაწყვეტილებებს მიაღებინებს ისეც, რომელიც სხვა შორის ამაზეც მაინტერესებს თქვენი აზრი როგორც პროფესიონალი იურისტის, აი მოსამართლეები, რომლებიც მიღებული კანონის, მაგრამ ტროტუარზე სიტყვის გამოხატვის გამო, ასე ვთქვათ, დაპატიმრებულები იქნებიან, რა ბედიელის ამ ხალხს, ეს როგორ აისახება მათ წარმოდგენებსა და მდგრადობაში სისტემის ამსახურში. დაახლოებით მათი ბედი ისეთივეა, როგორიც იყო გესტაპოს ჰიტლერის სპეცსამსახურების ნაციონალ-სოციალისტური პარტიის აქტივისტების ბედი. ანუ მათ აეკრძალათ იგივე ამერიკაში მაკარტიზმის პერიოდში აი მარქსისტული შეხედულების პერსონებს რო ეკრძალებოდა თანამდებობების დაკავება, ბევრი გაასამართლეს იგივე გერმანიაში. ელით ძალიან ცუდი ბედი და რატომ ვერ აცნობიერებენ ამას და რატო იღუპავენ თავს დღევანდელი ეშმაკის ვერცხლისთვის, რომელიც არ შეარგო სხვებს, კარგად დაინახეთ, ხო? აგერ ეხლა დაგვიდგინეს რომ 250 ლარი საარსებო მინიმუმი საკმარისი ყოფილი ადამიანისათვის, მაშინ როცა მარტო ერთი წლების წამალიღის ერთი კურსი 250 ლარი, თუ ამას ემატება კიდევ დიაბეტი ასაკში, თუ ამას ემატება კიდევ სტატინი, ეს ადის 1000 ლარობამდე და 250 ლარი ყოფილა საკმარისი და ამ დროს მათ პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთ სეიფში 7 მილიონ დოლარს უპოვიან და დანარჩენ რაც მოიპარა და რაც გაატანეს, იმას შეარჩენენ. ან თქვათ იგივე 3 კვადრატულ მეტრიან ჯიხურში 750 მილიონი დოლარი გათეთრდება. ისე გათეთრდება, რომ მე ხმას აღარ მოიღებენ, ამ ფაქტზე გაჩუმდებიან და შეუდგებენ ჩუმად გაყოფას ამ თანხისა იმ პარამეტრებში, როგორც წარმოუდგენიათ კუთვნილების კუთხით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არ ყავს მარტო ერთი დამნაშავე, სისტემაა დანაშაულის ჩამდენი, დანაშაულის სუბიექტი, არის მთლიანად სისტემა, მინისტრები, დეპუტატებად წოდებულნი, გამგებლები, სპეცსამსახურის ხელმძღვანელები, მოსამართლეებზე აღარ არის საუბარი. ამიტომ მთელი სისტემა იქნება დაჟილი. ან სისხლის სამართლებრივი წესით, ან სპეციალური ლუსტრირების კანონების მეშვეობით მათ აეკრძალებათ თანამდებობების დაკავება სისტემებში, სასამართლოებში, სამართალდამცავ ორგანოებში, მმართველობაში, ეს საერთაშორისოდ მიღებული წესია და ასევე უკანონოდ მოპოვებული ქონება ჩამოერთმევათ, რატო იღუპავთ თავს, გაასცილდით, მოცილდით, აი როგორც ღმერთი ეუბნება, წადით ჩემო ხალხო ბაბილონიდან. და დაანგრევს მე იმ ბაბილონს და მის არ წავიდა მოხდება იმ ნანგრევებში. აი ესე, ნუ მოექცევით ამ ნანგრევებში. დაწერეთ განცხადებები და მიატოვეთ ეს არამზადა კაცი, რომელმაც გაყიდა თქვენი ქვეყანა, გაყიდა თქვენი შვილების მომავალი და გაყიდა ის პერსპექტივა, რომელიც საქართველოს რეალობაში ქონდა გამოკვეთილი. ახლა საშინელი მდგომარეობას ვიგებ მე, რომ 97% ახალგაზრდების ჩვენი წამლებზეა შემჯდარი. ნუ სხვადასხვა ახლა ზოგი მოსაწევი, ზოგი ყლაპავს, ზოგი იკეთებს. დაღუპულები ვართ. სპეციალურად გააკეთა ეს ყველაფერი, ეს ნარკო ლიბერალიზაცია, რომ ახალგაზრდობა რა შეიძლება მეტად ყოფილიყო მართვადი, გაბრუებული, უფუნქციოდ დატოვა მომავალი თაობა, აიძულა ქვეყანა დაეტოვებინათ. აქ ვინც დარჩა, მაინც ვერ დაიმონა და ვერ გახადა მართვადი, აგერ რას აკეთებენ ჩვენი ახალგაზრდები ქუჩაში და რას ვაჩქაცობენ, მაგრამ ეს უბედურება, აი როგორც შუა საუკუნეებში ირანიდან
თრიაკი შემოაპარესო, რომ ვერ დაიმორჩილა ირანმა, საქართველოს თრიაკი შემოაპარესო ეს იგივე ეს ნივთიერება, აი ამას იმეორებს, ოღონდ ეს ირანიდან კი არ ხდება, ეს ხდება პირდაპირ სოლოლაკიდან, ჭორვილადან, შეკვეთილიდან იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს დამორჩილებული და მართვადი და ამისათვის სპეციალური პროგრამები შექმნა, სპეციალური კანონები მიიღო, ამისათვის სპეციალური ჰიმნები დაწერეს მისი ოჯახის წევრებმა, დაარწმუნეს, რომ ეს არის თურმე მისაღები, ამ დროს ის მოწევაც, ჩემო მეგობრებო, ჩემო შვილებო, ნარკოტიზმის პირველი მოსამზადებელი საფეხურია. მე იწყება ის ძიმე უბედურებები, ბავშვები რო გეხოცება და მე იწყება ეს გაჩხერებები და უბედურებები. უნდა გადავარჩინოთ ახალგაზრდობა, ხალხო, მშობლებო, ყველამ დავდგეთ ფეხზე, გადავარჩინოთ, გადავეფაროთ. ეს ყველაფერი ივანიშვილის პროდუქტია. გახსოვთ ალბათ, კანონპროექტი რო გააკეთა იმის ნარკოპლანტაციების გაშენებაზე, ვენახების მაგივრად. კიდე კარგი მაშინ ამოიღო საპატრიო ხომაც ხმა და ავტეხეთ ამბავი და წაიღო. მე გვარწმუნებდა, რომ 500%-იანი მოგება იქნება და უფასო ფულს იქიდან მოგცემთო. ანუ ჩვენი შვილების დახოცვის სანაცვლოდ. სპეციალური პარტიების შექმნა, რომელიც ადასტურებდა, რომ ეს სხეული ადამიანს ეკუთვნის და რაც უნდა შეითხრეს და მოწევს და გაიკეთებს. აი ასეთი გენოციდი კომპლექსური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, მომოვლთაობის წინააღმდეგ მიმართული, რომელ დამპყრობელს ჩაუდენია ერთად აღებულს დაწყებული იმ პირველი შემოსევები ვისი იყო აქ ის პომპეუსკი შემოვიდა, მაგრამ მე მგონი არავითარი ნგრევა არ მოხოლია და შემდგომი ის მურვანყლუები და ჯალალედინები და შახაბასები და თამასხანები, აღმახმადხანები არავინ ერთად რო შეერთო, ამიტომ ამიტომ უყვართ ყველა ჩვენი მტერი და დამპყრობელი. ამიტომ რო ჩადიან ეს ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლები შუა აზიაში, ყვავილებით ამკობენ თემურ ლენგის ძეგლს. ახლა აქამდე რომ მივა მთავრობად წოდებული კარტელი კრიმინალური, იმას დაედგომება საქართველოში და იმას აქვს უფლება წინაპრების სისხლით მორწყულ მიწას ფეხი დაადგას და იმ წინაპრების სისხლით მორწყულ მიწის გაყიდვით არის დაკავებული დღეს ივანიშვილი და მისი ბანდა და ეს არ გაგრძელდება, დიდხანს არ გაგრძელდება, კვანძი გაიხსნება და ძალიან მალე მოხდება დადგება ის გაზაფხული, რომელსაც ჩვენ ყველა ვნატრობთ, ყველა ველოდებით და ის გარდაულად ასე მოხდება და აბსოლუტურად. აი, ბატონ შილო, მივადექით ახლა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს უშუალოდ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულს. საქართველოში ყოველთვის თუ არა ძირითადად მნიშვნელოვანი გარდატეხები ხდებოდა, როდესაც როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფაქტორები მოდიოდა ერთმანეთთან სიახლოვე. შეიძლება მთლიანად არ დამთხეულიყო, მაგრამ ერთი მეორის გარეშე როგორც წესი რთულად მიმდინარეობს. ეს ორი ფრთა, ერთი ხომალდის. ერთი ფრთით ვერ იფრენს ხომალდი, ამიტომ ორივე ის საშინაო და საგარეო ის ფრთებია, რომელთაც უნდა აიწიოს ქვეყანა. ზუსტად აქედან გამომდინარე, თქვენი აზრით, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, ზოგადად წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართულმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ პოლიტიკურ პარტიებს ამ რეჟიმის გამოისობით არსებობის ისეთი პირობები შეექმნათ, რომ ფუნქციონირება თითქმის შეუძლებელია. მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც და ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აპირებენ აკრძალვას მთელი რიგი პარტიების, დანარჩენები ციხეში არიან, ვინც გარეთ არის, ისეთ წინაპირობებს უქმნიან, რომ ელემენტარული პარტიული ინფრასტრუქტურა კი არა, ერთი ოფისის შენახვაც კი არ შეუძლია. აი ჩვენ ერთი ოფისის შენახვაც უკვე გვიჭირს ძალიან და ვეხვეწებით იმ Facebook გადაცემა რო არის ჩემი პოდკასტი, რომ დაგვეხმარონ, მადლობა ხალხო, ვინც გვეხმარებით, დღეს 1 ლარი ჩაგვირიცხე ერთმა და ეს ძალიან ძვირად ფასობს ჩვენთვის და საქართველოს ისტორიისთვის და ძალიან გთხოვთ შევძანდით ჩვენ Facebook-ზე იქ წერია ნომერი ანგარიშების და ჩაგვირიცხეთ, რადგანაც ხო დავრწმუნდით, თუ არ არის ძლიერი პარტიული სისტემა ქვეყანაში, იქ მოდიან მე ოლიგარქები და დიქტატორები. აბა ისინი აქ რო ყოფილიყო ძლიერი ოპოზიცია და იმ წინა რეჟიმს არ დაესუსტებინა ეს ოპოზიცია და არ ყოფილიყო ჩვენ დევნი დაკავებული და მაჩადოს ვაფინანსებდითო და ვაძლიერებდით ვენესუელაშიო. სააკაშვილი ამბობს, ვიმეორე პოლიტიკური პატიმერი და ვითხოვთ მისგან თავისუფლებასაც იმ დღეს. ბიჭო, მაჩადოს რო ეხმარებოდი ვენესუელაში, აქ რა დავაშავეთ ჩვენ ოპოზიციამ რო გაგვენადგურე და ისე გაიწმინდა პოლიტიკური ველი, რომ ივანიშვილი შემოარდა ასე ტრიუმფატორივით და მაკედონელივით. როდესაც პოლიტიკური პარტიები არ ყავს ქვეყანას, იქ ჩნდება სწორედ ის დაავადება, რასაც ქვია ტირანია და დიქტატურა. ამიტომ ყველამ უნდა გავიღოთ ყველაფერი იმისათვის, რომ პარტიები დადგნენ ფეხზე იდეოლოგიური პარტიები და არ ხდებოდეს ისე, რომ რომელიმე ოლიგარქს მოუნდა ახლა პოლიტიკოსობა, ლიდერობა და ბელოდობა, დაარეგისტრირა პარტია, გახსნა ტელევიზია, დაიწყო, მოიწვია ეს ნეოლიბერალური სამხედრო არის ბერძენიშვილის ინკუბატორში გამოჩეკილი ზაქარი
ბარბარეიშვილის, ზურაბიშვილი, უსუპაშვილი, ხიდაშელი, კაჭკაჭიშვილი, ეს ფუჩულია, ფაჩულია არის კიდე ეს გორბია სააგენტო რაღაცა და ამტკიცებინებს რომ აი ეხლა აი ზუსტად ეს ჯგუფი იყო გამსახურდა რომ აღმერთა და მე გამსახურდა რომ დაამხო აი ეს ჯგუფი მე ეს ჯგუფი იყო ჯაბა იოსელიანი რომ გაარაინდა და კიტყვანი და მე ისინი რომ ჩაანაცვლა შევარდნაძით სწორედ ეს ჯგუფები იყო შევარდნაძე რომ გადააყენა ვარდების რევოლუცია და მოიყვანა სააკაშვილი სწორედ ეს ჯგუფები იყო სააკაშვილს რომ კვანტი დაუდეს და დაამთავრებინეს პოლიტიკა და მოიყვანეს ივანიშვილი ყველა მის სიაში იყო და მის გუნდში იყო ეხლა კიდე დადიან და ეძებენ რომელი ოლიგარქი დააფინანსებს რათა მის სასარგებლო პროპაგანდა გასწიონ ფულიც აიღონ და ქვეყანა ისევ რა თქმა უნდა ფეხებზე კიდევ ამიტომ ხალხო ჩვენ პარტიებს და ჩვენ თავს და ჩვენს ქვეყანას ჩვენ უნდა მივხედოთ და უნდა დაეხმაროთ პარტიებს რომ არ გახდნენ ისინი ოლიგარქების დასაფინანსებელი და მათი ნების შემსრულებლები ერთადერთი აი პოლიტიკური გაგებით ქალიშვილობა თუ ვაჟიშვილობა ჩვენ დავიჭირეთ 35 წელი ვერც ერთმა ოლიგარქმა ვერ გაგხვდა სათამაშო იარაღა და ვერ გვათამაშა და ვერ შეგვიტრია დანარჩენი ყველა პარტია შეითრიეს და გაათახსირეს და დაამთავრებინეს პერსპექტივა მათ შორის ძალიან ჭკვიან პოლიტიკოსებსაც თქვენს გახსოვთ კარგად ძველ პერიოდში არასოდეს არ დამოიწყდება პირველ პარლამენტში მე ხო ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე გახდი და საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი სარედაქციო ეხლა კონსტიტუციის დღეზე არც ვახსენდები არც მიწვევენ ეხლა ამათან არც მე რა თქმა უნდა ხო და იქ ეხლა დემოკრატია იყო 92 წლის პარლამენტში 26 პარტია ხო წარმოგიდგენთ იმელის პარლამენტს რო გეცა ხო იმელის პარლამენტში დავიწყე პირველი რეპორტაჟები კი მახსოვს აი მაგარეთი დაიწყებოდა მაშინ ხო იქ იყო 26 პარტია 26 ამბიციური ლიდერი თავისი იდეებით შეიძლება ცოტა გიჟური ცოტა ნახევრად გიჟური მაგრამ პოლიტიკა იყო პოლიტიკა დუღდა თქვენ გინახავთ პოლიტიკა დებატი კიდეც შემოვარდებოდა თავის ჯგუფით და ასე შემდეგ მაგრამ იქ ჯაბა და იქ მე რო გავიტანე ის იარაღის ტარების აკრძალვის კანონი შევარდნაძე მითხრა რომ მე ვერ ჩამოვალო იქო იმიტომ რომ ხედრებაში ვერ ჩამოვალ ხო და შენ გაიტანე უშავო ხო და გამოვიდი გავიტანე და გამოვიდა ცხონებული ჯაბა იოსელიანი გამოვიდა რას ქვია ეს სამშობლოს ღალატიო ქართველი ვაჟკაცი ვის გაუგია ერა სულ იარაღი და ხანჯლებით არ დადიოდა ჩვენი წინაპრები ახლა აზიტყოდი ჯაბა მე გამოვიდა იქ ერთ-ერთი დეპუტატი ცნობილია რას ქვია როგორ შეიძლება იარაღის ტარების აკრძალვაო ქართველ ვაჟკაცებსო ავიაგამანადგურებლებიც უნდა ხავდეთ რომ საკუთარი ბოსტნიდან აფრინდნენ სამშობლოს გადასარჩენოდ ანუ საყაჩაღოთ ხო მე მეტი გზა რო არისო არ იღებდნენ ახლა ამ კანონს შეერაღებული ბანდები იჯდნენ შე მოვიფიქრი ასეთი რაღაცა რომ დეპუტატს პარლამენტისას ეკუთვნის იარაღის ტარების უფლება, ოღონდ ნახევრად ავტომატური და ეს უფლება უნარჩუნდება სიკვდილამდე და სიკვდილის შემდეგაც შეიძლება დაარჩონ საფლავზე და ეს რო დაინახეს მისცეს ხმა და იმის შემდეგ დამთავრდა ეს შერეღებული ბანდომანია და აი ეს ფორმირებები და ფაქტურად სამოქალაქო ომი. ხო და ამაზე გამახსენდა ის იყო მართლა პარლამენტი იყო. სხვათა შორის ხდებოდა ისეთი უცნაური ამბებიც ერთ-ერთი ფრაქცია 4 კაციანი ფრაქციიდან დილით დახვდა 3 დაპატიმრებული უკვე 3 დეპუტატი აეროპორტზე დახვდნენ ნარკოტიკს და მოქონდათ ისე სულ გაბრუებულები დადიოდნენ კი ეჭვი მქონდა მაგრამ ახლა ასე თუნდაც ანუ ხო ხდებოდა ეგეთი რაღაცებიც ხდებოდა მაგრამ ეხლა რაც ხდება ხალხო აი ვერ წარმოვიდგენ ვერც ციგნებში ვერც კინოში ნანახი სიუჟეტები და რომ ეს საქართველოს თავზე დატრიალდებოდა აიგრძელებოდა პარტიები ჩვენ გაგვიხდებოდა ოფისის შენახვის კომუნალური გადასახადები თქვენი შესაძლებელი და სათხოვარი ახლა ამდენი ლიდერი მაინც ციხეში ეს პოლიტიკური აქტივისტები ციხეში ტროტუარზე დგომა ასევე ციხით იჯება აზრის გამოხატვა აი მაგალითად ახლა არაბიზაციაზე რო საუბრობ არაბები კი გვეჯავრება მაგათ ცივილიზაციას უდესპოტიზმს ვსემთ ჩვენი ხალხი და ქვეყანა გვიყვარს და გვინდა რომ აქ ცხოვრობდეს ჩვენი ხალხი ეს ბუნებრივია ხო და არა ჩანაცვლდეს სხვა ხალხით ამას ქსენოფობიას არქმევენ რომ ხმა არ უნდა ამოიღო არაბობაზე გონიოში და კწანიში არაბული ქალაქების აშენობაზე სხვა შემთხვევაში ქსენოფობია და სხვა და სხვა ანუ აი ესეთი ფორმის დიქტატურა გადამშენებელი ამ სიტყვის სრული გაგებით ალბათ ვიმეორებ აღმაშენებელს ვერ წარმოედგინდა 900 წლის უკან როდესაც მან გააძევა ის არაბი ამირა თბილისიდან რომლის გაძევებამ საძირკველი ჩაუყარა ქართულ კავკასიური იმპერიის ფორმირებას საუკუნე ნახევრის განმავლობაში მინიმუმ და რომელმაც ვიმეორებ სოფლიო ისტორიული როლი შეასრულა რომ არა აღმაშენებლის ის დიდი საქართველო
კონსტანტინოპოლი დაეცემოდა ბევრად ადრე და ბიზანტია დაამთავრებდა ისტორიას, ვიდრე ეს მოხდა. აი დავითმა გააჩერა ამ შუააზიური ურდუების შეტევა ანატოლიაზე და შემდგომ ევროპაზე და შეიძლება ცენტრალური ევროპაც კი ყოფილიყო თურქულ მუსლიმური აეხლა რო არა ის დიდი გენიალური ნაბიჯი და დღეს ჩვენ როგორც დავითის მემკვიდრეები ვალდებული ვართ დამაქცევრები მოვაცილოთ საქართველოს ბედის გადაწყვეტის საჭეს და ჩვენს ხელში ავიღოთ ჩვენი ბედი, ჩვენი ქვეყნის მომავალი რაც დარწმუნებული ვარ, გამარჯვებით დაგვირგვინდება. დიდი მადლობა ბატონ შალვა. იმედი მაქვს. წარმატებები მინდა გისურვოთ. დიდი მადლობა. ისევ თქვენ გვპატრონობთ, სხვა შემთხვევაში 1900 მაბადეთ წინა საუკუნე გამახსენდა 2024 წლის 4 ივნისიდან, მას შემდეგ რაც ამერიკის კონგრესში მიმიწვიეს ჰელსინკის კომისიაზე და ვილსონმა დამასახელა მეგოვარი აქტის, ანუ სანქციების ინიციატორად და ავტორად, მას შემდეგ ჩვენ დაგვედო სატელევიზიო ცენზურა, ჩვენი გაშუქება არის სამშობლოს ღალატი და როგორ დავიჯერო ხოლმე ამის შემდეგ რომ ხაზარაძეს უნდა ივანიშვილის დამხობა და საქართველოს კარგი მომავალი. მე რო დამკეტავ ტელევიზიაში, შენ ხარ ივანიშვილის ყველაზე დიდი მეგობარი. ამას ერთადერთი რეცეპტი და დასკვნა შეიძლება აი ესე ჩამოყალიბო და გაუკეთო და მადლობა. მადლობა. მაგხრივ განმარტებებს ხვები გააკეთეთ. ჩვენ ამ შემთხვევაში თქვენთან თავისუფალი ტრიბუნა გვაქვს. იწვევ და გისმენთ და მაყურებელიც ყოველთვის ინტერესდება. წარმატებები მინდა გისურვოთ. მადლობა ბატონო. გული არ გაიტეხოთ, მზე ამოდის, სინათლე გამეფდება საქართველოში.